ესტონეთის მიზანია უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს სამუდამოდ აეკრძალოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა. ბალტიური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევრობლოკმა უნდა გადახედოს საკუთარ პოლიტიკას და სათანადო ადგილი მიუჩინოს რუს მოქალაქეებს, რომელსაც სამხედრო კრიმინალებს უწოდებს. ევროპელმა დიპლომატმა ისაუბრა მოსკოვის შეცვლილ რიტორიკაზე, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 9 მაისს ვლადიმერ პუტინის მიმართვისას. საკითხი, რომელიც მემაწუხებს, ეხება იმას, რომ გასულ წელს შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეებზე 600,000 ვიზა გაიცა. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით მივიღოთ საერთო პოლიტიკა, რათა ვიზების გაცემა აიკრძალოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს მებრძოლ პირებზე, უფრო სწორედ სამხედრო დამნაშავეებზე. უნდა ვიპოვოთ გადაწყვეტა ამ საკითხზე ევროკავშირის დონეზე და კაია კალასი ამ თემით არის დაკავებული. ეს მებრძოლები აუცილებლად უნდა შევიყვანოთ შენგენის ზონის შავ სიაში. დაე ამ პირებმა იცოდნენ, რომ სამომავლოდ ვეღარასდროს მოაღწევენ ევროპამდე. მათი ერთადერთი ადგილი არის ჰააგა. ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება რუსულ აგრესიასთან დაკავშირებული დანაშაულების საკითხზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის. ამჟამად ინიციატივას 29 ქვეყანა შეუერთდა. ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირს. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა და სამეულმა პასუხი აგონ. But it is so important for accountability, so the Putin and the Troika must be brought to justice. 9 მაისს საჯაროდ ვიხილეთ, რომ რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ნებისმიერი მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში. პუტინი 9 მაისს სრულფასოვანი აღლუმის აღნიშვნითაც კი შეშინებული იყო. მსგავსი მგონი დაახლოებით 20 წლის წინ მოხდა. 1941 წლის ოქტომბერში, მაშინაც კი, როდესაც ნაცისტური გერმანიის ჯარები მოსკოვთან ახლოს იყვნენ, მათ სრულფასოვანი აღლუმი ჩაატარეს. ეს დიდებული ნიშანია იმისა, რომ რუსეთი უფრო სუსტია. ამიტომ გჭირდება მეტი ზეწოლა რუსეთზე, რათა რუსეთს ვაიძულოთ შეიცვალოს საკუთარი მიზნები. ესტონეთის ხელისუფლების მტკიცებით ის პირები, რომლებიც კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობდნენ და ახლა ფრონტის ხაზის ნაცვლად ევროპულ სახელმწიფოებში იმყოფებიან, შესაძლოა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდნენ ევროზონისთვის. მიმდინარე წლის დასაწყისში ესტონეთმა ეროვნულ დონეზე დაიწყო რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის სამგზავრო აკრძალვების დაწესება, თუმცა ტალინმა საერთო ევროპულ დონეზეც გადაწყვიტა ამავე ნაბიჯის გადადგმა კონტინენტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ესტონური მხარის ცნობით 1300 რუს მებრძოლს უკვე აქვს დაწესებული სავიზო სანქციები, თუმცა მათივე ინფორმაციით გაცილებით მაღალია იმ პირთა რიცხვი, ვინც ევროპულ ქვეყნებში თითქოს და მშვიდობიანი მოქალაქის სახით იმყოფება. ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად ბლოკის თითოეული წევრი ქვეყანა დამოუკიდებლად განსაზღვრავს, ვის ესეჭრება მათ ტერიტორიაზე შესასვლელად სავიზო დოკუმენტაცია, თუმცა დიპლომატების თქმით, როდესაც საუბარია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, საჭიროა სახელმწიფოთა კონსოლიდაცია და ერთიანი ხედვის შემუშავება.